საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს. ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. აღსანიშნავია, რომ 12 ვნების სახარება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იკითხება. ეს არის 4 სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი მაცხოვრის ვნების შესახებ. ღვთისმსახურება აღესრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში. მსახურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. შეგახსენებთ, რომ ღვთისმსახურებაზე მორწმუნეები ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის გამოხატულება, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნაა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება ის საგალობელი, რომელშიც ასახულია ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება. ღვთისმსახურება აღესრულა ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მსახურება ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმას ემთხვევიან. შეგახსენებთ, რომ ხვალ დიდი პარასკევის ღვთისმსახურება შუადღის 2 საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს აღესრულა. დიდ პარასკევს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.